კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერშია რადიო ჯორჯიან ტაიმსის საინფორმაციო გამოშვება სტრიმი ახალ ამბებს გურამ მელქაძე გაგაცნობთ. გამოლელი ნიქთა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ყალბის სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ განაცხადა. როგორც არჩილ ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. ამასთან შესაძლებელია დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის A ქვეპუნქტითა და 362 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს კროლ მედიკალ კორპორეიშენისა და შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს 4 ექიმი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. როგორც ემძარ გაგნიძე აღნიშნავს, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ამავე საქმეზე ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი, ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია. უზრუნველყეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. მართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. გრანტების შესახებ საქართველოში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა თბილისში. პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა მართონ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და დააფინანსონ ყველა შემთხვევაში ის ჯგუფები, რომელიც ამ ექსტრემისტულ პროცესებს ანვითარებენ საქართველოში. უნდა მოიძებნოს რაღაც სხვა გზა, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც ხმარდება ამ რევოლუციური პროცესის განვითარებას. წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ამის თაობაზე, თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა. ანუ ის კი არა, რომ თანამშრომლობა ფინანსური რესურსის გამოყენებით იყოს გამჭვირვალე. არა, გეუბნება პირდაპირ, რომ შემოვიტან იმ თანხას და გზებს მოუძებნი იმისათვის, რათა კანონს გვერდი აუარო. ეს ხომ შავი ფულია და მით უმეტეს ეს შავი ფული ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციას. რასაკურველია კანონი უნდა მიიღო ამასთან დაკავშირებით. რომ ეს არ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები ტოვებს იმდენ, ასე ვთქვათ, სივრცეს ოცნების ინტერპრეტაციისთვის. აი, ვისაც მოუნდებათ დააჯარიმებენ, ვისაც არ დააჯარიმებენ. მე გავიგე ისე, რომ ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი დაწყებული ინდივიდუალური მეწარმიდან, ანუ მცირე მეწარმიდან დამთავრებული კომპანიით, იქ მომუშავე ადამიანებს გნებავთ ინდივიდუალურად და გნებავთ ორგანიზებულად, ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკური განცხადება. ვინაიდან მათ დაანონსეს, რომ უკანონოდ აპირებენ გვერდისავლით დაფინანსებას, ჩვენც რა თქმა უნდა მივიღებთ ზოგიერს და ეს არის რომ ის ფილიალები საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ან ვინც თავი არიდა საქართველოში ამ დეკლარაციების შევსებას და გადარეგისტრირდნენ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ძირითადად ესტონეთში თუ არ ვცდები, რა თქმა უნდა თუ ის მათი ძირითადი საქმიანობა შეეხება საქართველოს და ისინი ოპერირებენ საქართველოში, რა თქმა უნდა, მათ თუ ისინი თუ მიიღებენ გრანტს, რომელიც უნდა დაიხარჯოს საქართველოში, ამაზე ნებართვა დაჭირდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო გრანტების შესახებ კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები. შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებთან. როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთი გვაკრიტიკებდა. შეგახსენებთ ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტუმრდნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმავოს ურთიერთობა და ყველა თulis რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ჩინეთის პრეზიდენტად სხვა ევროპული ლიდერების სამიძე ლაპარაკობენ. მაჭავარიანის თქმით, კარგია რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად უალტერნატივო. ჩვენ უკვე რამდენიმე წელი არის ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა და ამას მაშინვე მოყვა კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის პირდაპირ ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ. და ვხედავთ, რომ ჩვენ როდესაც გვაკრიტიკებდნენ, ამის გამო ახლა ზუსტად ის აქტორები აღრმავებენ ჩინეთთან ურთიერთობებს და ჩასული იყო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბატონი მაკრონი, დღეს ჩასული არის ბატონი სტარმერი, შემდეგი ვიზიტი არის დაგეგმილი უკვე ბატონი მერცის და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ჩინეთი დააინტერესონ იმასთან დაკავშირებით, რომ გააღრმავოს ურთიერთობა კონკრეტულ ქვეყნებთან, უფრო მეტი ინვესტიციები ჩადოს ამ ქვეყნებში და ვაჭრობა გაიზარდოს. ერთპიროვნულად აღიარებენ იმას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩინეთთან პარტნიორობა, ჩინეთთან ვაჭრობა და ეს არის უმნიშვნელოვანესი თავიანთი ქვეყნის ეკონომიკებისთვის. სწორედ ამიტომ გადადგა ქართულმა ოცნებამ ეს ნაბიჯი წლებით ადრე, ვიდრე ისინი ამაში გაერკვეოდნენ. ევროკავშირისთვის ვაჭრობა, ეკონომიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩინეთში არის კომუნისტური პარტია და არ არის დემოკრატია და ცხადია, სადაც არ არის დემოკრატია, დემოკრატიული სახელმწიფო ყოველთვის კრიტიკით გამოირჩევა. ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ წინააღმდეგები ჩინეთთან ვაჭრობის, განვითარების და ეკონომიკის. ჩვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს უნდა იყოს ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკური ჰაბი, ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, უყოლებლი ყველასთან. რა მიზნით აფინანსებდნენ ქართული ოცნების ყოფილი წევრები აქციებს და რა მიზანი ჰქონდათ მათ? გადაცემა რეალურ პოლიტიკაში ამ საკითხზე პოლიტიკოსმა ჯონ დი ბაღათურია მურცლად ისაუბრა. როგორ შეიძლება რა შეკითხვას მომგაცო? როგორ შეიძლება დაზვერვის თანამშრომელი იყოს თანამდებობის პირი? არა, მე რა კითხვას ვამ ეხლა საქართველოს ხელისუფლებას შეხედე, რამდენია მათ NGO-ებში ნამუშევარი? გამოტენ, მე იმიტოა 14 წელი ახლა ქვეყნის ჯღრევა რომ იდის. ეხლა ხო ღიად გამოვიდა აგერ თურმე აგერ ამ ქვეყნის ჯღრევას ჩვენ ხალხს რო გონია, თორემ მე არ გონე ნაცები რო ანჯღრენ, თურმე ქართული ოცნების თანამდებობის პირები ანჯღრევდნენ ამ ქვეყანას. ანუ ქართული ოცნების კორუმპირებული თანამდებობის პირები აფინანსებდნენ გარეთ აქციებს და აფინანსებდნენ და აი მაგალითად TV პიროს, რომელიც ხალხს ნერვებს უშლია პატრიარქატს. ცხოვრობთ თუ არა მართლაც ორ სხვადასხვა სამყაროში და რამდენად მნიშვნელოვანია საღი დებატების გამართვა. მალხაზ თოფურიამ ამ საკითხზე ტელეკომპანია Georgian Times-ის ეთერში ისაუბრა. დავიწყებ საუბარს იმით, რომ საჭიროა თუ არა დებატები და საჭიროა თუ არა გაიხსნას ეს ეთერები. და ვიტყვი, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ცხოვრობთ ორ სხვადასხვა სამყაროში აბსოლუტურად. იმიტომ რომ ერთმა გენიოსმა, ბოროტმა გენიოსმა თქვა ქართველო თავარია აქმები, თორე რეალობა სულ არ არის მნიშვნელოვანიო და დღეს ცხოვრობთ აქმების განსაკუთრებით ახალგაზრდების ტვინზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ხა ახალგაზრდა, რომელიც მიჩერებულია 24 საათი ტელეკომპანია იმედს თქვათ და თქვათ პოსტივის, ხო? მისი აზრი არის, რომ ყველაფერი უფრო კარგად არის, მაგრამ უფრო კარგად იქნებოდა რო არა ეს არსებული ოპოზიცია, აი ეს იმიტომ აქ ქვეყანა ცუდად და მეორე ვინც თქვათ ფორმულას და TV პირველსა მიჩერებული, მას ჯერა რომ ისინი არიან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და
იქით ამ ხარეს არიან ადამიანები, რომელთაც პუტინს ეტრფიან და პუტინს ამ დროს ხო ვიცით რომ არც ერთ შემთხვევაში ესე არ არის, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ხო. ცალხარეს ვიცით რომ მაგალითად იქ მიტინგზე ვინც დადის, 80% სექსუალურად სხვა ორიენტაციის არის გადახრილია და სულ ყველას ძულს ღმერთი, სულ ყველა იმიტომ რომ ეხლა დოროთე უყენიათ იქ ხედავთ ხო, შესანიშნავი ის არის თქვენ მასალას თვითონ აწვდიან ხო, რომ იქ უყენიათ ადამიანი რომელიც ეკლესია არც ლოცვა ყვარები არ ფოტო ღლის შესახედაობა აქვს, თორე დანარჩენი არაფერი არ ყვარებია ადამიანს ხო და იმას ეტრფიან ხო ისინი და ისაც თქვათ იქ გეი აქტივისტი იყო მაქარაშვილი იმასთან ერთად სურათს იღებს და აი ესეთი ახალი საეკლესიო ტიპაჟი შექმნეს ხო ჯოჯოხეთური რა აი აპოკალიფსური ხო ხო და ამას ხედავთ აქ მარტო არ არის დოროთე რამდენიმე ახალგაზრდა ბერი წყავს არა ვინც თან ახლდა ისინი ყავს მეტი არავინ არ ყავს იმას არავინ არ მიმატებია და არც გამოკლებია რა ის რამდენიმე ჭუარეული ვინც ყავდა თავისნაირი რომელსაც არც ლოცვა უყვარს არც დათვლობა თვითონ ამობენ მათ სიტყვას და ნუ ეს ახალგაზრდები და გეი აქტივისტი უყვარს აგერ იმასთან მაქარაშვილთან ერთად სურათებს ხო ნუ წარმოუდგენელი რაღაც ხდება ანუ ჩვენ ვხედავთ ამ დროს იქ არიან სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდები თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 მილიარდ 506 მილიონ 978,300 ლარს შეადგენს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 მილიონ 420,100 ლარი ემატება. პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1976 წელს დაბადებული პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში. ამ შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ფისეკის გენერალურ მდივანთან ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიჯიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას. ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც არსებობს შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას, შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას. გრძელდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში. კირ სტარმერი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება. მხარეები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის რიგი შეთანხმებების ხელმოწერა. შეხვედრებზე სტარმერი ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროების 60-მდე წარმომადგენელთან ერთად ჩავიდა. სტარმერი დარწმუნებულია, რომ 4 დღიანი სახელმწიფო ვიზიტი შედეგიანი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების მილიონობით მაცხოვრებლისთვის ახლა 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარია და მომავალ კვირას სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შეერთებული შტატების აღმოსავლეთით დღიური ტემპერატურის 200-ზე მეტი რეკორდი მოიხსნა, რადგან ცივი ჰაერის ახალი ნაკადის გამო ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს. ამ შაბათ-კვირას ზოგიერთ ადგილას განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე 30 გრადუსით დაბლა დაეცეს. მედია წერს, რომ ისედაც სასიკვდილო სიცივის გაუარესება საშინელი ამბავია ყველასთვის, ვისაც ელექტროენერგიაზე და თავშესაბარზე წვდომა არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანების საფულეზე, რომლებიც სითბოს შესანარჩუნებლად იხდიან.
ეს სხვა დროისთვის განვითარებული სიახლეების ბოლო ინფორმაცია, მე სანამ დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეკრანზე გამოსახული QR კოდის დასკანერების შემთხვევაში თქვენ ავტომატურად შევერთდებით Media Holding Georgian Times-ის Telegram არხს და გაეცდობით უახლეს ცნობებს. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.